გამარჯობა. გამარჯობა. შეხვედრა მაქვს ალბათონ მიშელთან. გვარი მითხარით? ლომიძე. დავზანდით დაელოდეთ. Მუშაობთ მე მგზავრების შვილო? ვცდილობ. და რა პროფესიის ხარ? ექიმი ვარ კაბა. ექიმი. რა სამწუხაროა ყველა წასვლას აპირებს. შეგიძლიათ შევძანდეთ. ცოცხლი. Good morning, Mr. Lomidze. How are you? Good, how are you? Very well, thank you. Please have a seat. Thank you. So, I've looked through your application, and I'm afraid we won't be able to get you that work placement in another country. But what is the reason? I submitted all the documents you asked for. Yes, yes, you did. Well, your educational background is excellent. It's your resume that's the issue. You see, you've been fired 3 times in the past 5 years. And while I know your story, we would have to explain it to any potential employer. And I'm afraid that just won't do. I'm sorry, there's nothing more I can do to help you. No, I understand. Sorry. I'm sorry. Thanks for trying. Good luck. ხმარტო სილვიას იმედი გადაგჭა. აი ციქნებ გამოვიდეს ის მოწავა. მაგრამ მანამდე რა ვქნათ? რაღაცას მოვიფიქრე. იქნებ პრეზოს დაურეკო. შენ ძმას მე ვეღარ შევაწუხ. მე ვთხოვ. შენ თხოვ თუ მე რა განსხვავება?
შენ ხომ იცი რა დღეში ვარ? შეიძლება ერთხელ ბავშვების გულისთვის თუ არა დედა შენისთვის მაინც დაივიწყო შენი სიამაყე. კარგი. ბავშვები როგორ არიან? ხულიგნობენ. ჩერცადა. მიირთვით. ნუ წუხტები რა მარია. მადლობა. ეხლავე ჩაის მოგიტანთ რა შეწება. მოკლედ დღეს ჩემს ძმაკაც დავარეკინე საავადმყოფოში მთავარ ექიმთან და სამსახურიც გავაკეთეთ. ორშაბათიდან იწყებ რა. დიდი მადლობა. დაიცა რა, მადლობა. ოღონდ ერთი რამე მინდა გითხრა რა. ისვე. შენ ძალიან კარგად იცი რომ მე შენი პატიოსნები თუ ამაყობ. მაგრამ მე რითიც ვამაყობ, სხვები ხიზიანდებიან. შენ თუ ხა ესე აპირებ ყველა გაჭირვებულს, ოპერაციები უფასოდ უგეთო და კარგა უმაქ სამსახურს რა. მე რაც არ უნდა მოვიდო, ვეღარ განეხმარები. სამიჯერე არ ღირს რა ვიღაცების გულისთვის, საკუთარი ოჯახის აი ესე დღეში ჩაყენება. აგიცხა, მართალი ხარ. კაი. აბა ნამსხვარი მიირთვი. ქირურგს დაუძახეთ, ჩქარა. არ ინერვიულად. ექიმო, მძიმე პაციენტი შემოიყვანეს. გამარჯობა. გამარჯობა. კი, ორ დღეში. გადავწყვეტ. ხო გითხარი კიმეთი. ლუკა ექიმო. ხო, კაი მამ, დაგირიგო. აგეთ.
შეიძლება? კი ბატონო. აი ეს კონვერტი ახალი პაციენტის ოჯახის წევრებმა დატოვეს და მთხოვეს მათი წასვლის შემდეგ მათთვის გადმომეცა. დიდი მადლობა. არაფრის. აი ნუ გამჭრიდი. მოგეწონათ? კი. დედა, ნახე მამამ რა მომიტანა. მაზია. კაი დაანებეთ ახლა თავი, თორემ დაღლილია. კარგად მოგესწრეთ? კი. მატყუეთ? არა, არც ერთი. გაიმზადეთ ახლა, თორემ დავაგვიანებ. აი მირი. მოიმე. რა კარგია ბურთი, აწი სულ თამაშებთ ხოლმე. როდა ქანას მიყიდი? კი შვილი, გერენ. რა ხდებოდა ლუკა მორეგეობაზე? ცოტა რთული ღამე იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს შევნა მომოკითხო? კი, მე მგონი. მე დამთავრე. მაღალია რა. მაშინ გაიმზადეთ დროზე, თორემ ვაგვიანებთ. ჩვიანად. ლუკას გაუმარჯოს, ლუკას. ილამშვიდობის, როგორ გზავნებით? კარგად, კარგად. სამსახურიდან ეხლა მოხვედი? კი, 1 საათის. ბაბუ! ბატონო. დავით. აბაჭკუით. დროებით. მიდი ბაბუ. დილამშვიდობის ია დეიდა. დილამშვიდობის. გამარჯობა სარა. გამარჯობა. არ მოდი ხარ? ამას დავტოვებ და ჩამოვალ. მაშინ აგრეთვე. კარგი.
ბაბუ. მე გავიქეთი სკოლაში. მიდი ბაბუ, შვიანი. სასმელებზე მივდივარ. გვინდა კიდე რამე? ხილი წამოაყოლე. რა ამავე ამდენი ფუანები? ხომ იცი, ლომიძეების ბავშვებსაც როგორ უყვართ. ხო და მათთვისაც გამოვაცხვე. ძალიან კარგი. გამორთე რა აღარ შემილია ამის ყურება. იზუსტავოდერა. ეზო მოდი ჩაი. დაუპეს ქვეყანა მათი. ატყულა იკლავ თავს. მართალი ხარ, როგორ მე უნდა დავანებო რა. 2 წელი ანებებს თავს. ხო, ვიცი. თებშებს მოვიტან და მოვალე ხა. ბავშვებო, წავედით ვჭამოთ. ხო, ხო. ხომ იდაფარ, კაი. აკეთებთ. აკეთებთ ხო? აკა? არა. კარგით გასაგებია. ჩაუტაროთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა და გავიმეოროთ სისხლის საერთო ანალიზი. საბა, თქვენც მიიღეთ მონაწილეობა, კარგით? დიახ, გასაგებია. თქვენ არ ენერგულოთ, დამატებით კვლევებს შეგიტარებთ და გაგიშვებთ სახლში. გაიხარ ეგ. რამე შეკითხვები ხო არ გაქვთ? არა. კარგით, აბა კარგად. კარგი. ეს დანიშნულება შესრულდა? დიახ, რა თქმა უნდა. ლუკა, 1 საათში თათბირი გვაქვს. ბაბუ. ჰაჰაში. ბაბუ. რაცალე. ლომო, გარო. მამა როგორ ხარ? არა გიშა. გადაფურცოთ რა? არა. აბოგებო. ცოტა ჩუმათი ლაბარაკეთ რა. ბებომ ძალიან დაიძინა გუში. დამატებით რაღაც წამლები გამოვწერეს და შენსა. მე მგონი ძალიან საშუალო იქნება. რეცეპტი არ გაქვს? ჩამო მოგიწადე ხოლმე. ნე მოვიდა. არა. ამას ვიშოვე. რა კარგია თუ ვიშოვე. მამა, ჩაისტილო სად არის? ეხლა ვეშვილო. ვიპოვე მამა, არ შეწუხდე. რაღაც რამე გადაგული სახე გაგზავნა. ორიგე ვიღავი რა გუშინ და მე საბაწავე ფეხბურთზე. საბა ბაბუ, მოიგეთ. აბა რა შევდით? 2-0. ეს ერთი ბიჭი არ მე მგონი ბოლოს ელასაც მოუგებს რა. მა, არ მახატნებს. ბაბუკა მოდი რა ჩერცა, მოდი ჩამეხუთე რა. მოდი ბაბუ, მოდი. აი შენ გენაცარ.
სად არიან? საორდინატოროში არიან, ჭადრაკის ჩემპიონატი აქვთ. გამარჯობა. 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 გაუმარჯოს. საბა შენი სვლა. შახი. კიდევ შახი. ოჩა. ლუკა. ერთი წუთით. ლუკა, იმ კახარჯუნამ პოლებზე ხელი მომწერე რა. აქ იმაზე გაცილებით მეტია რაც უნდა იყოს. ხო, მაგრამ რაღაცის გულისთვის ხო შეიძლება თვალის დახუჭოთ. ეს თვალის დახუჭვა არ არის, ამაზე ხელი უნდა მოვაწერო. გასაგებია, მაგრამ შეიძლება ამისთვის პრობლემები შეგექმნას. ამაზე ხელს ვერ მოვაწერო. კარგი, მაშინ რაც გახარჯე იმას მოვაწერე ხელი. Вы уже мешаете, вы заходите. Я же... Успокойтесь, умоляйтесь, поймите. Он же маленький, он плачет. Я вас умоляю, там маленький ребенок. Запустите меня сюда. Вы не волнуйтесь. Я вас очень Я вам обещаю, все будет нормально. Как тебя зовут? Меня зовут Макс. Так тебя почини, Макс, что завтра будешь в футбол играть. Надеюсь. Сколько тебе лет, Макс? Мне 10. Моему сыну тоже 10. Он футболист. Ты играешь в футбол? Я капитан команды. Я так и думал, что передо мной лежит капитан команды. გიგუშინ 10 საათისთვის ქირურგიულ განყოფილებაში ყავდათ 18 პაციენტი. დღესდილას 8 პაციენტი გავწერეთ უკვე. 10 პაციენტი დარჩა გამაჯამრთელებისკენ მიდიან, ნორმალური მდგომარეობა აქვს სიმშვიდეა საავადმყოფოში. Извините, хотела вам сказать, мы уже выписываемся. Огромное вам спасибо. Все хорошо. Привет ему. და ორი მწვავე პაციენტი მივიღეთ აპეტიტით. მწვავე აპეტიტით. გაიხარეთ. ალო. არაფერს. კარგი, დავიწყოთ აბა. თერაპიულ განყოფილებაში იყო 15 პაციენტი, გაიწერა 4, შემოვიდა 5. შემოსულთაგან 2 იყო კარდიალური მოვლენებით, 1 იყო ჰიპერტენზია, 2 იყო აირწვეთოვანი ინფექცია, 5-ვე შემთხვევაში დაგჭირდა ჩარევა. მორიგეობამ ჩაიარა მშვიდად, მორიგეობას ვაბარებ ექიმ ჯანაშიას. მადლობა. ისმენთ.
დილის 10 საათისთვის ქირურგიულ განყოფილებაში იყო 18 პაციენტი. შემოვიდა 6, გაეწერა 5, ამჟამად განყოფილებაში იმყოფება 19 პაციენტი, ჩატარდა 3 აპენდექტომია, 2 რეზექცია, 1 ოსტეოსინთეზი, გაიხარჯა 40 ამპულა, 20 პანტაპონი, 5 ომნოპონი, 15 მორფიუმი. სანიტარულ ჰიგიენური ნორმები არ დარღვეულა. მორიგეობას ვაბარებ ექიმ ჯურელს. მადლობა. ბატონო ლევან, გუშინ გვიანობამდე რო გაგრძელდა ოპერაცია. როგორ არის პაციენტი? სტაბილურად მძიმეა. წნება როგორ აქვს ბატონო ლევან? დოპამინით ვაწესრიგებთ. და გვარი შემახსენეთ რა თუ შეიძლება. კობახიძე. კობახიძე. მადლობა. ლუკა, იმ ბავშვის დედა დაწყნარდა? დიახ, დამშვიდა. ძალიან კარგი. ნიკოლოზ ბატონო, თქვენ რომ თხოვეთ ყურადღების მიქცევა პაციენტზე, რა ვქნათ გავწეროთ? და როგორაა მდგომარეობა? უკეთესობაა, რა თქმა უნდა. და თუ კარგადაა, გავწეროთ მაშინ. ძალიან კარგი. კარგი. კიდე რამე ხო არ არის? არაფერი. კარგით. დიდი მადლობა, აბა მიხედეთ საქმეს. მადლობთ. მადლობა. ბატონო ნიკოლოზ, 2 წუთი გცალია თუ დაგილაპარაკოთ. კი, ლუკა, რა თქმა უნდა. დაბრძანდა. ლუკა, აბა გისმენ რა შეასაქმე? გახარჯული ამპულების რაოდენობაა შეცვლილი დღევანდელს აბუჩი. ასე. მოიცავ ნახო. ლუკა, კი მაგრამ ეს ხო შენი ხელის მოწერაა. ხელის მოწერა ჩემია, მაგრამ ციფრებია ჩასწორებული. შენ რამდენზე გქონდა ხელი მოწერილი? 20. 20-ზე. აბატონო. შენ როგორ ფიქრობ, ის შეიძლება ეს გაიკეთებინა? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ლუკა, მადლობა რომ ესეთი ყურადღებიანი ხარ. ამას მივხედავ მე. მადლობა. არაფერს. აგზავნები. შემოდერწოთ ჩემთან. როგორ ჩაიარა? ისე რა. კარგი რომ მოვა გავილაპარაკოთ. მოგახსოვს დღეს დაბადების დღეზე მივდივართ 5-ზე. არის უფროსი. მამა, პერეს პლაკატს რა შეკვირდი, როდის მომიტან? მე უთხარი მამაშენს რა ჯერ არ გიყიდოს. თუ კარგად მოიქცევ და დამიჯერებ, მალე მიიღებ. კაი, მოვილაპარაკეთ, ხავად ამომატყუოს. რა ხდება? ლუკა არ ჩაერიო რა გეხვეწებ. რა შვები? შენ არ პასტა. შენ ნაბიჯურე. შენ რა პასტო? აი, ლუკა.
გააღი გარეთ. გადმოდი წიჩქარა. ჩქარა. დაჯექით. თქვენ ტაქსი წადი და მოვალ. გემდარი ნელაიანა. ჩა. მიდი. ნელა. ეკა ქირურგს ავდახსნა. ახტები. მორიგე ქირურგი შეუძლოდ არის. ასე შეუძლოდ. სად არის? თქვენს ყოფილ კაბინეტში. დათო. რა უნდა გააკეთო საბანა? კი, მაგრამ თქვენ ალბათონო იმა. ინ გაუკეთე. რას ქვია თქვენ გაუკეთეთ? სხვა რა გზა გვაქვს? ჯვარედინი არ დაგავიწყდა. სარე, შემდეგი შენ. ოქი, რეკორდი ბაქს. აი რა. შენ თუ გინდა შენს. ვიტანა. აუ, რა გატანებ რა. აი. მიდი, აი. როკია, ჯვარედინი არ დაგავიწყდა. ია გამარჯობა. ბეგი, ავე. გამარჯობა. მე შეგეძლებ.
ანალიზები გაქვთ ძალიან კარგი, ოღონდ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. გასაგებია. ექიმო, როდის გავწერთ? 2-3 დღეში გაგწევთ აუცილებლად. ლუკა. ქალბატონი ლია გეძახის კადრებიდან ამოვიდესო. მადლობა თქო. კარგით, აბა წავედი და ხვალ გნახავთ. ეს უკვე პატიოსნება კი არა, საკუთარი ოჯახის ფეხებზე დაკიდებაა. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე შეგიძლია გამაგებინო? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის 30 ამპულაზე მოაწერ ხელს თუ 20-ზე? უი, გოგონა. ერთი წუთი შვილი. ხო ვერ მეტყვით. ლუკა ლომიძე საცხოვრობს. А, Лука Экими? ექიმი შვილო. Вот второй этаж та здание. ეს და აქედან არის შესასვლელი იმ კიბიდან. Нет, вот вход отсюда. იქიდან არის. მადლობთ შვილო, დიდი Да მადლობა. не за что. А вот доктор Лука идет. ой. მახატეთ. მე იმ ბიჭის ბებია ვარ. თქვენ რომ გადაარჩინეთ მანქანაში რო ჩასვიდა საავტომობილში წაიყვან. მადლობა. როგორ არის? ღმერთის და თქვენი შეწევნით შვილო, მადლობა ღმერთს. უკეთ არის. ძალიან კარგი ქალბატონი. არა შვილო, არა, ნუ შეწუხდებით. ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერები გაგზავნოთ შვილო. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. დიდი მადლობა შვილო, ვეღარა შეგაწუხებ. წადი, დიდი მადლობა. არა გენაცალი, გარეთ მისდიან, ბიჭები მისდიან, გოგას მეგობრები. დიდი მადლობა შენ შემოგეძლე. დიდი მადლობა შვილო. დიდი მადლობა შვილო, დიდი მადლობა. შენ გადამირჩინეს ერთადერთი შვილი და აი ეს ბიჭები მეხარებიან ძალიან. ეს ჩამდები და წავა. მანქანაში იცოცხლე შვილო, იცოცხლე. დიდი მადლობა. გაგვეთილის მე რას ისა? მე მოვრჩები ერთ საათში და მე ავალ შენებთან. წავით. აბა თქვენ იცით, კარგად მოიქეცეთ. Ma, nella iera?
გაუმარჯოს სერგო. გაუმარჯოს. გაშვი. ჩემთან მივდივარ, დამტოვებ? ი, ჩამო. ამო რა ცოტა ხან. არა, ჩამო რა. აი. სულ ამას უნდა აკეთებდე. აძველდა რა. შენ ძმა სადა? სახში. ეს ჩემ ნათლს მიეცი. აი რა. ეს შენი როგორ არის? უკეთესად, უკეთესად. შენს კი რა ხდება? 2 დღის წინ ლადო იყო ჩემთან. კახეთში ღვინის ქარხანას აშენებს. ესე მითხრა ჩემთან წაგიყვანა. მაგარია. თუ გამოვიდა მაგარია. გამოვა. ვარა მოხვალ ჩემთან. ჩემს გაუხარდებოდ. შენ მოდი სხვა დროს რა ხელცარდელი არ მინდა. კარგი, აბა დროებით. კოტე. მადლობა რა. კარგი რა. Can you repeat again? Absolutely. She is a good tennis player. She plays well. Good. So what did we learn today? Today we learned difference between an adverb and an adjective. Very good. Do you have any questions, Tina? No, I have no questions. I understood everything. Very good then. ოჩახ კარგად ვიმუშავეთ დღეს მეტაში. გვადმობთ. შემდეგი გაკვეთილი როდის გვექნება? შემდეგი გაკვეთილი გვაქვს ხუთშაბათს. როგორც მომიზადე დავალება, ხო? დიახ. მე მგონი არ მოგეცი ბევრი დასაწერი და მომესწრე. აბა შენი იმედი მაქვს იცოდე. კარგი გოგო ხარ. აბა როგორაა საქმეები? კარგად, თინა ძალიან მონდომებული და ყოჩაღი გოგოა. მიხარია. მომავალ ხუთშაბათს გნახავთ. დიახ. უი, დღეს გადახდის დღეა, ხო? ჩემ ქმარს დაავიწყდა ფულის დატოვება. შემდეგში გადაგიხდით რა. კარგი. ამას ვეუბნები მე ზუსტად. ხომ ხედავთ რა ხდება, რამდენი უცხოელი ჩამოდის. დღეს ყველა სჭირდება თარჯიმანი. ენა ასე კარგად იცი და ლუკა ეს უნდა გამოიყენო. რამოდენიმე ბიურო გაიხსნა. რუსთაველზე, ოპერის ქვემოთ. მიდი დაელაპარაკე, იქნებ ეძებენ კიდევაც ვინმეს. კაი აზრი. ხვალ დილას ვეწავალ. მიირთვით და მე კიდევ შემოვიტან. ბატონო მიშა. ქვედა საფთულზე ისმის რა? ისეთი დიდი ფასი და მისახელო რომ კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ ეგრევე დავთანხმდი. კი, მაგრამ თუ ამ ხელაფასი თქვა, რატომ დათანხმდით? თქვენ კარგად იცით, რამდენი სიკეთე მაქვს მე მაგისთვის გაკეთებული და ჩემთვის ასეთი არარეალური ფასი არ უნდა შემოეთავაზებინე, ამიტომ მაგრად უნდა დავსაჯო. ეგრად დავჟა ამ ხელათანხას თუ გადავუხდეთ. თუ ხარბი ადამიანი ასეთ თანხას დაგისახელებს, იმ წუთში უნდა დათანხმდე. რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება იმაზე იფიქროს, რატომ მეტი არ უთხარია. გამარჯობა ლუკა. გამარჯობა ბებო. გამარჯობა.
მოიცა ლუკა მოგეხმარა. მადლობა. მოდი. ესე იგი ჯამში 72 სრული გვერდია. დიახ, და თუ შესაძლებელია რომ მოკლეს ვადაში გავუკეთოთ. კი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით. დიდი მადლობა. არაფერს. ორშაბათი. კარგად წადებოდეთ. მოგწადეთ. შვენიერია. ერთ საათში ზეპირე გასაუბრება გექნებათ. თუ გნებავთ აქ დაელოდეთ, თუ არა მოგვიანებით მოგწადეთ. აქ დაველოდებით ვარ შეგაწუხეთ. კი ბატონო. კაი, მიდი. დავიდა. ო. ბავშვების სკოლაში შენ წაიყვანე. არა, დღეს იამ წაიყვანე. სამსახურის რა ისმის? შენ ერთ ადგილას ვიყავი. შეიძლება რაღაც გამოვიდეს. მე და მამა შენი სულ იმას ვფიქრობთ. ზედმეტად წესიერი ხო არ გაგზავნეთ. კარგი რა დედა. რა გირჩია. ჩემთვის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებ. მაგრამ ამ უბედურ დროში ყველაფერი სხვანაირად ყოფილა. და შენ ნერვიულ ყველაფერი კარგად იქნება. მოდი ვჭამოთ რა. მოდი. დედი მოდი ვჭამოთ რა, მე წამალი უნდა დალიო, მოდი რა. მოდი. გამარჯობა. ქალბატონი ნინო მწანდებით? დიახ, გისმენთ. მე ლუკა ვარ ლომიძე. თქვენთან ვიყავი 2 დღის წინ გასაუბრებაზე. დიახ, კარგ დროს დაარეკეთ ლუკა. მე უნდა დამერეკე დღეს თქვენთვის. ერთ-ერთ კომპანიას უცხოელი სტუმარი ჩამოსდის და რამოდენიმე დღიანი სამუშაო გექნებათ. სამშაბათი დაგცალიათ? კი, რა თქმა უნდა. მაშინ ჩაიწერეთ მისამართი და სამშაბათი დილის 10 საათზე მათ ოფისში უნდა იყოთ. პირადობის მოწვევა თან უნდა იქვიოთ. ვიცერ გისმენთ. ჩიქოვანის 5B, მესამე სართული. დიდი მადლობა. არაფრის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ოთა როგორც შევთანხმდით, დილიდან წავიყვანოთ ობიექტზე, დეტალურად გააცანი ინფრასტრუქტურა და სამშენებლო ვადები და დღის მეორე ნახევარში შევხვდეთ ოფისში. კარგით ბატონო გურამ, მაშინ დავალებ, რომ
იურიდიული დოკუმენტაცია მაგ დროისთვის მომზადებული ქონდეთ. ძალიან კარგი. ბატონო გურამ, მოვიდა. მოგზადით. Hi, my name is Luca. I will be your interpreter too. My name is Richard. Nice to meet you, Luca. My company owner, Gurami. სასიამოვნოა. Nice to meet you, sir. Otali, company attorney. Hello. მოგზადით, მოგზადით. Please have a Thank seat. you. როგორ? კარგად, შენ? არა, მიშოს. დედასოდა. სანდროს აცილებს. მოხდი უკვე. შია? იცა. ჩასტანა? კი, კი. შენც? კაი, გაგიკეთებ. კაი თამაშია. ისე რა. ვიცი, ამოძე მაგარი უნდა გახდე. კი, და ყველაზე მაგარი მანქანასაც გიყიდი. რაზე ფიქრობ, ექიმო? არა, ფიქრობდი რა. ნაუცნაური ხალხი ვართ. რაზე ამბობ? რაცამ ბიზნესმენს მიახარჯეს ერთ დღეში, მთელი თვე ეყოფოდა ერთ გაჭირვებულ ოჯახს. ო, ასე. აქეთ პეპურზე ვიყავით. საბამ ისე კარგად ითამაშა, 3 გოლი გაიტანა. აუხარდა მაგრად. კი, მაგრად. თამაშის მერე მშობლებთან იყო შეხვედრა, წყურებთან დაკავშირებით. ფული ერთვე შესატე. თუ ვერ გადავხადეთ, ვერ წავა. თან ხო იცი? მე შეიძლება ბავშვს გადაეკიდონ და პირველი ჯგუფიდან მეორეში გადაიყვანო. მე გული გაუტყდება რა. მაშინ ახლა რომ გადამიხდიან მივცეთ ფული. Arabi. Better. მალება. არა. ოღონდ შვილო სამშაბათობით დედა რო ყავს სასაყვანი დასხელებაზე. მე კი მახსოვს მაგრამ შენ არ დაგავიწე საბა ყავს სასაყვანი ფეხბურთზე რა მაგდროს. რა დამავიწყა შვილო. ეჯო. რაჩედი რა ბოლომდე დაამთავრე ჯამა რა. Sandro საქმე ვერ მომავალ პროფესორ. გამარჯობა. გამარჯობა. ლევანი აქ არის?
კი, თავის კაბინეტში. მადლობა. ლუკა როგორ ხარ? გარამიშოს. დედა როგორ არის? ცოტა უკეთესად. შენ როგორ ხარ? მეძველებურად ყველაფერი გაიგეთ. დაჯექი. გოგა როგორ არის? ნორმალურად რა, კაი ხანია არ მინახი. შენ არ გინახავს? არ გამოჩენილა, თუ ესე მეტი არ გამოჩენილა. რით შემიძლია დაგეხმარო? ლევან, ამ სამიდან ორი მაინც აუცილებლად ჭირდება რა. პირველი ორი მაქვს, მესამესაც ვიშოვით. კაი ხარ. შემოდი. პირველი მეორე ორი კოლოფი გამიმზადე. ხო, რა შვებით? ჩემი ლუკა მოვა 20 წუთში. და წინა კვირას რომ მიიღეთ 50 წელი, ხო მიხვდი? აი სამი კოლოფი გავუმზადე. კარგი? აი, აბა თქვენი. კარგი. დაგიწერ მესამეც. ჩემი ძიშვილი ხო იცი ნიკა? აი ამ მისამართზე მიხვალ და გაგიმზადებს ყველაფერს. აი ხარ. ლევან, რამდენია ჩემზე? ხო არ გაგიშტე, არაფერი, არაფერი. აი ხარ, დიდი მადლობა. მოგენახავ. გამოდით საღამოობით. კი, აუცილებლად რა. მე და ია გამოვა. დიდი მადლობა. არა. აი ხარ. როგორ ხარ ნიკა? კარგად, ხო როგორ ხარ? არა მიშოს. აი ეს თქვენ. მადლობა, გაიხარე. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. მოვედი. ხვედი. აი ბანე ხელები და ვეღახშმოთ. ხო, მა. ჩამოდი. მიშო როგორ ხარ? კარგად, ლუკა პიძია, თქვენ როგორ ხართ? არა მიშოს. ვინ იგებს? საბა იგებს ერთით ნოლს. მა, შოკოლადი მომიტანე? აუცი, აბა. კაი, მოგებულს მევხვდები. და მე შოკოლადებს შევჭამთ. ჩამხოდი? კაი. Здравствуйте. Добрый вечер, Айсель. Заходи, милая. Не, спасибо большое. Что-то папа себя плохо чувствует. Если Лука не спит, то можете вас смотреть. Да, конечно, он сейчас же спустится. Спасибо большое. Что-то толку смотришь тут. Ну что, доктор,
Уже пора мне писать завещание. Папа, сейчас не время этих шуток. Ты права, дочка, мне жениться надо. В общем, ничего страшного, давление немножко повышенное. У тебя есть клофелин? Да, конечно. Дай ему одну таблетку. Да, хорошо. Да, ты принимаешь, что я тебе приписал? О, да, как вспоминаю, то сразу. Извини, дорогой. Все, в общем, не волнуйся, Айсель. Мы еще потанцуем на его свадьбе. Все, я пошел. Доктор, я твой должник. Первый танец с тобой. Папа! Договорились. Айсель, следи, чтобы он принимал лекарства, хорошо? Да, да, конечно. Спасибо большое, Лука. ორი მოძრავე ერთი ორი გიო მას მე მგონი თქვენთან მოვიდნენ ვა რა ხალხი როგორ ხარ? არა მისოს გვერაშვები არც რა ჩვენც ნორმალურია რეკა მიდი გააგზელე და მეც მოვალ რაშვებიან პატარა კაცები ბანდიტობენ და უფროსი უბერავს მაგრამ ფეხბურთს და აი პატარას მოგიყვონ მალე აქ არ ვარ თქვენები როგორ არიან არა უშ პერდებიან და არიან და არგია გიო ერთი სათხოვარი მაქვს რა ისმე ლუკა უსამსახუროდ დავჭი და თუ მომავალში დახმარება დაგჭირ და გამაგებია ეხლა დარბაზში მოსწავლეები ცოტა დადეს მაგრამ ახალი წლის მერე შევივსებით და ეგრევე გაგაგებინებ აი ხარ გავედი ჩვენ და იქ და კვირაში იქნებ შევიკრიბოთ ბიჭები სიამოვნებით არ დამეკარგეთ რა ალბა კარგად ვაგზელებ არაფერი არა დაგირიგავთ აი არა უშოს დაგირიგავთ წამოჭამოთ რა წამო როგორ შეიძლება სხვაობა თუ საკლებს გავადიდებთ 28 ერთეულით მაკლები შეუცვლელად სხვაობა გაიზრდება 28-ით აბა დაწერე ბატონო გადმოდი ტელეფონზე გეძახიან მოვდივარ საბა ლიასთან გადავალ ტელეფონთან მეძახია კარგი გამარჯობა გამარჯობა შილა შენი ჯგუფელი სილვია გირეკავს ინგლისიდან მადლობა Hello? You are okay, Sylvia. How are you? Things are really bad. Lucas lost his job again. A few weeks ago. Since then, he's looking every day, but nothing yet. I know, but I just worry about the kids.
There are so many things they need and we can't give them. It kills me. Thank you, my dear. I'm very grateful to you. Okay. Take care. ხომ შვიდობაა? მე ასე ვთქვათ, ვალა დაიღე, ოღონდ უვადო ვალად. ნუ მეკამათები. ნუ მეკამათები. Yeah. Yeah. Muhtaram. არაფერი. What do you mean? Days, thriller. Nela, não te cai, não deixa. ბავშვები რომელ საათზე გამოდის დღეს სკოლაში? 3:30-ზე. 5-ზე მამა დატოვებს საბას ფეხბურთზე. ძალიან კარგი. ვაი, ცოტა ნელა შვილი. Stilo, brauche.
გამარჯობათ. ჩემი 10 საათზე ჩაწერილი რუსუდან ლომიძე. კი ბატონო. ერთი წუთით და ეხლა ვიმოხედავთ ერთანი. დაჭიმ. გამარჯობა. თქვენ აქ დაეუდეთ თუ შეიძლება. თქვენ წამბრძანეთ ქალთ. Acet pani. ლუკა, ტელეფონზე გეძახია. მოვდივარ. შენი მეგობარი ელენე რეკავს. სამჯერ დარეკვა უკვე. ხო ელენე. არა მიშა, შერეგორე ხარ. რა ხდება? ელენე მთავარი ექიმის მოადგილედ დაუნიშნა. მერე? მე ის თუ ხოლიდან ვიწყებ მაგათან მუშაობა. შენ გენაცვალე. გილოცავ. ეს უნდა აღნიშნოთ. კი, აბა რა უნდა ვქნათ ესა. წავალ მე ვეტყვი ჩემს და გადმოდით რა გელოდებით, ხო? გაგვიმარჯოს. აბა ეს ამასინათ მაჩუკეს. არა არის ჩემი ზომა. ნახეთ, იქნებ მოელუყოთ. ისევ ჩემი ზომა გაჩუქეს ბატონო მიშა. უცნაური დამთხოვა. ლუკა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? თავარია რომ მოგიხდება, არა? ოჯახს გაუმარჯოს. ყოველთვის ასეთ კარგ საქმეებზე შევხვედრილი ყავი. კი დღე გწელეთ. აი ხარით. აი წავედი. ბაშენც. ჩემი ლომი. როგორ ხარ? არა მიშა, როგორ ხარ? კარგად. მოდი.
უცნაური კაცია, მაგრამ ზუსტად იცის რა უნდა. თუ ისე იქნება ყველაფერი როგორც მასოს. გამარჯობა. ჩათვალე რომ სამუდამოდ გაქვს სამსახური. თან ხელფასიც გადასარევი, ერთ-ერთი საუკეთესოა, მოდი აქ. გამარჯობა. გამარჯობა. ცოტა ხანი დამეუთხო. დაგძანდით. არა მადლობა. ზოგადად. გამარჯობა ლუკა. გამარჯობა. დასიამოვნო. დაგძანდით. ლალი შემოვიდეს. ლუკა, თქვენ შესახებ ყველაფერი მიამბო ელენე. და ვიცი, რომ თქვენი საქმის კარგი მცოდნე ხართ. ჩვენი წესები გვაქვს, რომელსაც კოლეგები მკაცრად ვიცავთ. და იმედი მაქვს, არც თქვენთან მექნება პრობლემა. ასაგურია. თქვენი განყოფილების გამგემ, ლალი. სასემო. ლალი. გააცანი ლუკას საავადმყოფო და კოლეგები. დიახ, ბატონო დავით. დიდი მადლობა. ჩვენ წავალთ. ბატონო დავით, მე საბუთებს მივხედავ ლუკასას მაშინ. კარგი. მადლობა. აი ეგეთი ამბავი იყო რა. სღაპარი იყო ბათუმში, კარგი ამედი იყო და წამოვით მერე ბათუმიდან. ხო და რო წამოვედით, აიტეხა იმ რეზომ კაცი ჩვენო მეგობა. აბა შევიდეთ, ხარა გაუშეკ, ლამაზი ოჯახია, კაი ოჯახია და შევედით, მაგრამ მართლაც გადასარევი. სღაპარი პურმან, თუმცა წინასწარ გააფრთხილა იმან. გამარჯობა. როგორ ხართ? ლუკა, შეგიძლიათ ცოტა ხანი გამოხვიდე? ლუკა, გაიცანი, ჩვენი ახალი რეზიდენტები არიან. გამარჯობა, მარიამი. მარიამ სასიამოვნო. შოტიკო. სასიამოვნო შოტიკო. ლუკასგან ძალიან ბევრი რამე ისწავლეთ, ამიტომ ყურადღებით ეყავით, ხო? დიახ. მადლობა ნდობის. კარგი, დაგტოვებთ მე. დროებით. სად ხართ? დიახ. ამგვარ სირთულეებს ჩვენ ხშირად წავაწყდებით. თუ არ შევიტანთ ცვლილებებს. პირველ რიგში პაციენტის მიღების პროცედურა უნდა გავამკაცროთ. ამასთანავე უნდა დავაჩქაროთ წინასწარი გადახდის სისტემის ჩამოყალიბება. გასაგებია? გასაგებია. მაშინ დავიწყოთ. მეორე განყოფილებაში იყო 13 პაციენტი, არავინ გაწერილა. შემოვიდა 3. ამ 3-დან 2-ს აღენიშნება მწვავე კარდიალური მოვლენები. 1-ს პრედინფარქტული მდგომარეობა. სანიტარულ ჰიგიენური ნორმები არ დარღვეულა. მორიგეობას ვაბარებ ექიმ ჩალაძეს. ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფებოდა 15 პაციენტი. 3 გაეწერა, შემოვიდა 6, გაკეთდა 3 აპენდექტომია. 1 სოლისებრი რეზექცია. 1-ს ამზადებენ საოპერაციოდ, სავარაუდოდ აქაც რეზექცია გაკეთდება. მორიგეობას ვაბარებ ექიმ სიგუას. რა ანგელოზი გოგო ყოფილა შედო ეს ელენე. ღმერთ მაგაუმარჯოს. კი, ვალში ვარ მაგასთან. მამა შენიშნო. ხო შეესვა კოლექტივს. კი, ნორმალურად. საათივით არის აწყობილი. შახ. უნდა თუ საათივით არის აწყობილი, ის გადაგჩენია, რომ მიყვერა საქმეს და ნუ გავიწყება, რომ შვილები ყავს და ბატონობა უნდა შვილებს. კი, მამა, მართალი ხარ, შახ და მათ. აბა ხნა
ამას მოყურე რა, მერეებზე ველაპარაკები და ეს ასაკეთებს. ისე მოგი. შეიძლება კაცი. დროზე მიდი შეიყვანე. ასაკი? დაახლოებით 30. ლუკა ექიმო, მუცლის არეში შემავალი და თავის არეში ნახეთქი ჭრილობა აქვს. აქტიური სისხლდენა აქვს? დიახ. ლუკა, თუ შეიძლება. ლუკა, უნდა დავიცადოთ. პაციენტის ვინაობა უცნობია, ამიტომ მთავარი ექიმის ნებართვის გარეშე ოპერაციას ვერ დავიწყებთ. სისხლის განიცლება ვერ დავიცდით. მესმის. მაგრამ ჯერ დავითს უნდა შევუთანხმდე. ხეს გარდა იყო ვინმე იქ? არა, ვინ მარტო მე და ჩემი მეუღლე ვიყავით. ამ მდგომარეობაში იყო დაზარალებული. სულ სისხლში იყო. ბატონო დავით, ბოდიშს გიხდით ასე გვიან რომ გაწუხებთ. ახალგაზრდა პაციენტი შემოიყვანეს, მძიმე ჭრილობით, თავის და მუცლის არეში. ცოლ-ქმარმა იპოვა ქუჩაში დაგდებული. მშობლების ვინაობა უცნობია. არა, სამწუხაროდ არანაირი. კი, მაგრამ ბატონო დავით, ამ საკითხზე აღარ შემაწუხოთ. რას ნიშნავს ამ საკითხზე აღარ შემაწუხოთ? აბა როგორ მოვიცეთ? ესე მივატოვოთ? მე ვერაფერ შევცვლი. ვიწყებთ. აგერ ეს უკანა სავარძელზე იდო და გამგეს დაუძახ. მადლობა. არაფრის. ეს დაჭრილი ბიჭი საბუთე იყო ეს მანქანაში. ბატონი დავითიშვილი. დაიწყეთ. დაიწყეთ ოპერაცია. სასწრაფოდ დაიწყეთ.
ისმენთ?